ყველა ამ თაობის ტიპი ალასანიას და ბიძინას ჩათვლით ესენი არიან საბჭოთა პროდუქტები. ზოგის გოეთე მოწონს, ზოგს მოწონს იმანუელ კანტი, ბიძინეს მაგალითად ნიჩე არ მოწონს და ეკამათება, მაგრამ ეს ხალხი ყველა ერთი და იგივე იმიდანაა წამოსული, ასე ვთქვათ, რა ერთი და იგივე ხროვაა. პოლიტიკოსებს ყველას ერთად და ბიზნესებს ყვებავს კგბ, რუსული კგბ. დღეს საქართველოში მათ ხელში პურის სახში მიდის, შენ ნაყოფი ხარ პურის სახში, არ იქნები მე ეჭვმაქ, მე ერთხელ ნაყოფი. ეს არის ან მონოპოლიური შეხვედრის ადგილი, სადაც ეს ტიპები ხვდებიან ერთმანეთს, აი ეს არაოფიციალური მმართველები, ესენი არ ჩანან, ხშირ შემთხვევაში მედიაშიც არ ჩანან. ეს ის ხალხია, ვინც მართავს რეალურად ფინანსურად საქართველოს. და ყველა თითქმის მათგანი დაკავშირებულია კრემლთან. ენაირი ხალხი, რომლებსაც ჩვენ პირდაპირ ვთქვათ ირაკლი, მე, შენ და ჩვენაირ ხალხს შტერებს გვეძახიან. ესენი შტერები არიან, იძახიან, ესენი არიან აბდელებიო. ამათ მართლა გონიათ, რომ ვიღაცა დამოუკიდებლობას მიცემს ამ ქვეყანას, აი პურის სახში რო კეიფობს ხალხი. აი ბიძინა, თემურა ალასანიან, ბუგზარ ფოფხაძე, თავისი პედერასტი მეგობრებით. ყველა ესენი ჩვენ გვეძახიან აბდელებს. იმიტომ რომ ეს ტიპები არიან იყოფენ ამ ქვეყანას, ფოთის სპორტი შენია, ეს საგაგანა ჩემი რაღაცა ხანდახან ვერ იყოფენ და ამაზე ჩხუბობენ. სტურიკა მე შენ რაღაცები ლაპარაკობთ, ეს სულელები ალაპარაკი იძახიან ესენი ამათ ვიდაც ეკითხება ესენი არიან. ამათ მართლა გონიათ რომ დამოუკიდებლობა ამ ქვეყანას ექნება და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი არის თამაში, რაც ხდება ზედაპირზე. ისენი პურის სახში ვინც ხედან აი ეს რამდენიმე ოჯახი, რომელიც ამ ქვეყანას ფინანსურად მართავს და ბევრი მათგანი არც არის ცნობილი მედიისთვის. არც არის ბევრი ადამიანი, ახლა ფოთის ტერმინალი ვისია, ის ვისია რაღაც სახლები რო არის თბილისში ძალიან ბევრი მაღალი ისენი ძალიან ბევრი დიდი კაპიტალის პატრონები ჩვენ არც ვიცით. მე და ზურაბ თველეშვილმა ამაზე გავაკეთეთ მაგარი кайფი მიშას დროს. რაზეც დაგვიჭირა მიშამ, ესე მიშა ვერ ვთქვა რომ кайფობდით და დაგვიჭირეს ესე იგი რომ ჩვენ გადატრიალებას ვაკეთებთ და გადავატრიალეთ ტაფაზე ეს ხაჭაპურები და ეგრევე კაცის ხელი ჩაქვდეს ციხეში. მაგრამ ნუ ეხლა ეს თავისთავად რაღაცა კომიკური ეპიზოდია, მაგრამ თავისთავად ამას ვერ დაგეგმავ რა, მართლა ჭადის გადატრიალება იმაზე რა ქვია ტაფაზე უფრო ადვილი დასაგეგმია და მაგის დაგეგმვა შეიძლება რომ ჭადი გამოაცხო, მაგრამ ეს რაღაცა სოციალური პროცესების ესე დაგეგმვა უბრალოდ შეიძლება იყოს მზადყოფნაში. ეს კგბ-შნიკების ხელშია მთელი კაპიტალი და რეალურად ტრანსნაციონალური კაპიტალის მმართველები დღეს არიან გრუზ და კგბ-ს კრემლის მსტოვრები საქართველოში. ვინც სინდისზე არ ლაპარაკობს და წარმატებაზე ლაპარაკობს, აი ეს არის ადამიანური აი ეს ღირებულების დაკარგვა. გადაცემის პარტნიორია კოკა-კოლა. ქართული ოცნების ხელისუფლება ჩემი მოსაზრებით, პერსონალურად ჩემი მოსაზრებით, მზაკვრობაზე შადის, მზაკვრობას უმატებს. საზოგადოების ერთი ნაწილისათვის ეს შესაძლოა შესამჩნევი არ არის, მეორე ნაწილი შესაძლოა ძალიან ან მეტისმეტად მძაფრად რეაგირებს ამ ყველაფერზე და ვინც ის და ეს შეიძლება სწორიც არის. მოკლედ, ამ ყველაფერზე, ამ ბოლო მოვლენებზე ხა ყველაფერს 12 წელს და 14 წელს ვერ გავაანალიზებთ მოცემულ ეტაპზე, მაგრამ ამ ბოლო მოვლენებზე მე მიერთება ფილოსოფოსი და კრიტიკოსი ირაკლი კაკაბაძე, ჩემი მეგობარი. ირაკლი, მოგესალმები, მადლობთ რომ მონაწილეობ გადაცემაში. ეხლა მითხარი ასე დავიწყო. შენის ნებართვით დავიწყოთ ასე. აი რა ტრაქტატი, რიატამი რა ატამი, რა ტრაქტატი, რის ტრაქტატი ჩვენში რო დარჩეს. ისე პირდაპირ გეტყვი რომ საერთოდ აღარ უყურებ უკვე ნიუსებს და იმეილს. არ ციცი რა გქონდა. ხო იცი რაც მოხდა. ლაპარაკი კი გავიგე. ყველა გაიგებდა, მაგრამ საერთოდ ვერ ვიცი რა კონტექსტია, რას ხლართავენ. ანუ როგორ უკაცრავად სიტყვისთვის და ბაზრობენ, იცი რომ აგვისტოს ომის დღეებს დაამთხვიეს თან, რომ აი ერეკლე მეორემ გადაარჩინა საქართველო ტრაქტატმა, რომელიც ვერ შესრულდა, გადაარჩინა საქართველო შენმა მეგობარმა და ჩვენმა მეგობარმა დათო ტურაშვილმა და არა მხოლოდ დათო ტურაშვილმა, ბევრმა. მოკლედ, მათ შორის აი შენი პლეიადის წარმომადგენლებმა, ხო, ახალგაზრდები რო იყავით მაშინ და
კერო უნივერსიტეტში იყავით, ნუ სულ გააკრიტიკა ამის გამო, რა ტრაქტატმა გადაარჩინა. ტრაქტატს განიხილავენ დამოუკიდებლად 1801 წლის ტრაგედიის 1801 წლიდან დატრიალებული ტრაგედიის გარეშე თვინიერ, ხო? ხო და ჩვენ ვამტკიცებთ და ვეუბნებით, რომ ბიჭო არ შეიძლება, იმიტომ კი არა ერეკლე მეორე ცუდი მეფე იყო, კარგი მეფე იყო, ბეომარი კაცი იყო, რას ქვია, მაგრამ რუსებმა დაარღვიეს ეს ტრაქტატი და რატო გვიმახვილებთ ამაზე ყურადღებას? აი ეს მოკლედ რომ გითხრადათ, რა უსეთი რატო გამოგყავთ გადამრჩენელად. ეს არის მოკლედ და ეხლა შენი პოზიცია მითხარი ტრაქტატზე და მე ვილაპარაკოთ უკვე სხვა საკითხებზე. ტრაქტატზე რა უნდა გითხრაირებული ხო ყველაფერი იცის 1783 წლიდან პრაქტიკულად ეგ ისე თემაა რომ საერთოდ არ უნდა განიხილებოდეს ცხადია ეს ყველაფერი ისტორიული წიაღსვლებია მაგრამ ერთი რამე არის რა ძალიან მნიშვნელოვანი ეხლა შენ რაც ლაპარაკობ აი ეს ხაზს უსვამს რას რომ ჩვენ ქვეყანაში უკვე ეს 35 წელი 34 წელი და დაახლოებით 8 თვე და შეიძლება რამდენიმე დღე კიდე არის რუსული მმართველობა სულ მიუხედავად იმისა რომ ჩვენ რაღაცა ილუზიებში ვიყავით რომ შევარდნაძე არის დასავლური დემოკრატიის მამა ნიშა არის ჯუჯურა და ბიზინა არის რაღაცა ნეოლიბერალიზმის საუკეთესო გამოვლინება ბიზნესმენი და გუგლის ესე იგი ის მფლობელი როგორც აქ მას რეკლამას უკეთებდნენ არა ოცნების ენთუზიასტები ინტერნეტში გახდა პრემიერი არა ეს ყველა არის რუსების რეჟიმი არა ჩვენ ჯერ კიდევ ვართ აი ამ რუსული ნომენკლატურის ხელში და რეკი ახლა აგიხსნილობა ეს ხალხის ჩვენ მეგობრებს ველაპარაკებოდი ამერიკაში ჩვენი მეგობრები საერთო ლევანიაშვილი ეკა ანდრიაშვილი ნიკოლაშა ჩეიძე და ასე შემდეგ მათ უთხარი რომ მათ უნდა შექმნან ნამდვილად დამოუკიდებელი მხოლოდ ემიგრანტები თუ შექმნიან დამოუკიდებელ მედია საშუალებასაც და არასამთავრობო ორგანიზაციას. იმიტომ რომ ჩვენთან ყველაფერი არის მაინც ყველაფრის უკან დგას საბჭოთა ნომენკლატურა და რუსული კოლონიური ტიპები რა. ანუ ახლა ეს შევარდნაძიდან მოყოლებული ესია. ზოგი ამას მალავს, ზოგი არ მალავს. მაგალითად თემურ ალასანია შეიძლება ამას მალავს, ნუგზარ ფოფხაძე არ მალავს. უფრო ნუგზარ ფოფხაძეს მალავს რაღაცნაირად, არა? მე ნუგზარ ფოფხაძე რომ მალავს მაგაში ვერ დაგიტაყვი, მაგრამ თემურ ალასანია რომ მალავს, თუ მაინც აი თემურ ალასანიაზე უნდა ვილაპარაკოთ, ხო? ამაში მე გეთანხმები პრინციპში. ხო, თემურ ალასანია იყო კაცი, რომელიც ბოდიში ირაკლი თემურ ალასანია იყო კაცი, რომელიც განიხილებოდა ჯერ კიდე 70-იანებში შევარდნაძის ალტერნატივად. უბრალოდ ახალგაზრდა იყო, ხო, იმ ხანად და არა მოდი ესე ვილაპარაკოთ პირდაპირ რა რომ ეს ხალხი ყველანი შევარდნაძეც მე ძალიან მიყვარს ახლა როინ მეტრეველი მაგრამ ესეც საბჭოთა ნომენკლატურაა რა ყველა ამ თაობის ტიპი ალასანიას და ბიძინას ჩათვლით ესენი არიან საბჭოთა პროდუქტები ზოგის გოეთე მოწონს ზოგს მოწონს იმანუელ კანტი ბიძინეს მაგალითად ნიჩე არ მოწონს და ეკამათება მაგრამ ეს ხალხი ყველა ერთი და იგივე იმიდანაა წამოსული ასე ვთქვათ რა ერთი და იგივე ხროვაა უბრალოდ არიან განსხვავებული ხა ის რომ შევარდნაძე არ უყვარდა იმას ვთქვი ლიგაჩოვს ამაში ერთი არის არაფერი რომ შევარდნაძე ლიგაჩოვს არ უყვარდა იმათ ერთმანეთში დაპირისპირებებია ამ კრემლის ხალხს ერთმანეთი არ ევასებობს ყველგან ეგრეა ყველა ჯგუფში ესენი ყველა კრემლის ხალხია რომელსაც დღეს ფინანსურად მართავს და აჭმევს მთელ მედიას არასამთავრობო სექტორს და პოლიტიკოსებს ყველას ერთად და ბიზნესებს ყვებავს კგბ რუსული კგბ დღეს საქართველოში მათ ხელში პურის სახში მიდის შენ ნაყოფი ხარ პურის სახში არ იქნები მე ეჭვი მაქვს მე ერთხელ ნაყოფი ბევრი გამიგონია მაგაზე ერთხელ ნაყოფი და ეს არის მოდი პურის სახლი რომელია ირაკლი პურის სახლი რომელია იმაზე როა ძველ თბილისში ორთაჭალაში ეს არის აი ნომენკლატურის შეხვედრის ადგილი სადაც ეს ტიპები ხვდებიან ერთმანეთს აი ეს არაოფიციალური მმართველები ესენი არ ჩანან ხშირ შემთხვევაში მედიაში არ ჩანან ეს ის ხალხია ვინც მართავს რეალურად ფინანსურად საქართველოს და ყველა თითქმის მათგანი დაკავშირებულია კრემლთან სხვადასხვა ხილული თუ უხილავი ძაფებით ზოგი არის ბრეჟნევის დროინდელი ზოგი არის ანდროპოვის კაცი ზოგი არის ჩერნენკოს კაცი ზოგი არის გორბაჩოვის და ასე შემდეგ არადმე უფრო მანამდელები უკვე დაიხოცენ მაგრამ ესენი ცოცხლები არიან ჯერ კიდევ ეს ხალხი ზოგი არ ჩანს საერთოდ
ეხლა პირდაპირ ვილაპარაკოთ. კრემლი იმიტომ არის ლაპარაკი არა, რომ გიორგი ერთვის ტრაქტატმა გადაგვარჩინა, ვიღაცაებმა პირდაპირ თქვეს, ხო? ვიღაცები ამათ ეკამათებიან თვალთმაქცურად. ვიღაცები ახლა ჩვენნაირი ხალხი, რომლებსაც ჩვენ პირდაპირ ვთქვათ ირაკლი, მე, შენ და ჩვენნაირი ხალხი შტერებს გვეძახიან. ესენი შტერები არიან, ეძახიან, ესენი არიან აბდელებიო. ამათ მართლა გონიათ რომ ვიღაცა დამოუკიდებლობას მიცემს ამ ქვეყანას, აი პურის სახში რომ ქეიფობს ხალხი. აი ბიძინა, თემურა ალასანიან, ბუგზარ ფოფხაძე, თავისი პედერასტი მეგობრებით. ყველა ესენი ჩვენ გვეძახიან აბდელებს. იმიტომ რომ ეს ტიპები არიან იყოფენ ამ ქვეყანას, ფოთის სპორტი შენია, ეს რაღაცა ჩემია რაღაცა ხანდახან ვერ იყოფენ და ამაზე ჩხუბობენ. ბრაზდებიან რა თქმა უნდა ერთმანეთზე, ხანდახან ებრძვიან, შეიძლება დახუცონ კიდევაც ერთმანეთი არა, ჩვენ გვახსოვს რომ მაგალითად საწყალი სოლიკო ხაბეიშვილი მეორე ნაწილმა დაიჭირა ჯერ მე მოკლეს არა ამ ნომენკლატურის. მე ერთმანეთსაც ხოცავენ ეს ხალხი, ესე არ არის რომ ესე შეხმატკბილებული სინერგიით და იმით არიან რა ქვია, მაგრამ რეალურად მათ ნაყიდი ამ ქვეყნის 95% მინიმუმ. ეხლა ტურიკა, მე შენ რაღაცები ლაპარაკობთ, ეს სულელები ალაპარაკი იძახიან ესენი ამათ ვიდას ეკითხება ესენი არიან. ამათ მართლა გონიათ რომ დამოუკიდებლობა ამ ქვეყანას ექნება და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი არის თამაში, რაც ხდება ზედაპირზე. ისინი პურის სახში ვინც ხედან აი ეს რამდენიმე ოჯახი, რომელიც ამ ქვეყანას ფინანსურად მართავს და ბევრი მათგანი არც არის ცნობილი მედიისთვის. არც არის ბევრი ადამიანი, ახლა ფოთის ტერმინალი ვისია, ის ვისია რაღაც სახლები რო არის თბილისში ძალიან ბევრი მაღალი ისინი ძალიან ბევრი დიდი კაპიტალის პატრონები ჩვენ არც ვიცით. აი ირა არის საშველი, ეს თუ მოყვები ლოგიკაში. მაგრამ საშველი რა არის? ანუ ამ ტიპებს, რომლებსაც ამდენი კაპიტალი აქვს, ვინც ის და ბიზნესზე მეტი ბიზნესთან ერთად ან ბიზნეს გარდა. ამათ როგორ თუ 35 წელია ვერ გამსახურდია შემდეგ. იმიტომ რომ ეს იყო ნომენკლატურული, რუსულიც რასაკვირველი, რუსული სპეცსამსახურების ასევე, მაგრამ ნომენკლატურული გადატრიალებაც იყო. იხსენებული ფოფხაძე მონაწილეობდა იმ გადატრიალებაში, გინდა უმად მონაწილეობდა თუ ღიად მონაწილეობდა, ეს ის ფოფხაძეა, რაც 99-ში 2 წლით ადრე ნადა პრისეჩ თუ რაღაცა სასჯელებას რო ამბობს, ხო? ეციხ და იქ რო ვიდექით ჩვენ და გამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით 9 აპრილს. ეხლა მითხარი, ესენი როგორ უნდა სული სიტყვა შეიძლება, მაგრამ რელევანტური ამოშანთო, როგორ? 35 წელია თუ გაუჩნდა ეს კაგებია ხო ეგა? რეალურად არა ეს ბოროტება საბოლოო ჯამში მერტი სატანას ამარცხებს. აი ეს არის ესეთი ასე ვთქვათ ძალიან ზოგადი პასუხია ამაზე. როგორი გზებით მოხდება ეს აი ამ ბოროტების დამარცხება, მე არ ვიცი. მე ვიცოდე, ეხლა მოვიდოდი შენთან გეტყოდი ჩავილაგებთ რაღაცას შეუძლებელია რომ ეხლა მე ვიცოდე და ნუ არავინ არ იცის პრინციპში ზუსტად როგორ იქნება და რანაირად. ეს ყოველთვის ისე ხდება, რომ ხშირად არის სპონტანური პროცესები, როდესაც აი ესეთი იმპერიები, კონგლომერატები, მონოპოლიები იშლება. ვიცი როგორც არის. აი ხა მაგალითად ფუხიმორის, ან პინოშეს, ან კიდე იმას ერიხ ჰონეკერს, არც კიდე იმას, რა ქვია, გორბაჩოვსაც კი არ ელამდებოდა, რომ უცებ რაღაც დაიშლებოდა. თავისთავად რაღაცა ხდება, მე რაღაცა ბიზნესაზე გარკვეულ პროცესებს იწყება ეს პროცესები და ამაში სხვადასხვა ჩერგო ამბობს ხშირად ამაზე და სწორია ამაში. სხვადასხვა ჩერგო საკმაოდ კარგ ანალიზებს ატარებს ხშირად. ძალიან აღმაფრთოვანებელია ეს, რომ ხალხი აი ჩერგო ანალიზ ნუ გიგაროჭკვიანია ძალიან და კარგი ანალიზა შეუულია და დიდი ხანია უკვე ამერიკელებთან მუშაობს მართლა და მართლა გონება უჭრის ეს ცნობილი ფაქტია, მე ვიცოდი და ვიცნობ კიდევაც და ასე შემდეგ. და ჩერგოს კაი ანალიზებს აკეთებს ხოლმე და აი ეს სწორს ამბობს. რას ამბობს, რომ ეს არავის არ შეუძლია მის დაგეგმა. ხლა აი ჩვენ მოვაწყობთ გადატრიალებას, რაღაცა იმას ვიზავთ, ამას ვიზავთ. მე და ზურაბ თველეშვილმა ამაზე გავაკეთეთ მაგარი кайფ მიშას დროს. რაზეც დაგვიჭირა მიშამ, ესე მიშა ვერ გიხდა რომ кайფობდით და დაგვიჭირეს ესე იგი, რომ ჩვენ გადატრიალებას ვაკეთებთ და გადავატრიალეთ ტაფაზე ეს ხაჭაპურები და ეგრევე კაცის ხელი ჩაგდეთ ციხეში. მაგრამ ნუ ეხლა ეს თავისთავად რაღაცა კომიკური ეპიზოდია, მაგრამ თავისთავად ამას ვერ დაგეგმავ, არა მართლა ჭადის გადატრიალება იმაზე რა ქვია
ტაფაზე უფრო ადვილი დასაგეგმია და მაგის დაგეგმვა შეიძლება რომ ჭადი გამოაცხო, მაგრამ ეს რაღაცა სოციალური პროცესების ესე დაგეგმვა უბრალოდ შეიძლება იყოს მზადყოფნაში. და მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ახალი თაობა, ეხლა აი ეს ახალგაზრდობა მოდის, ეგ გოტა ჭანტურია, ვიკო ქართველიშვილი, ლევან ორქიფანიძე, ვადო მაჭავარიანი, ბევრი კაი ხალხია ახალგაზრდები. ანუ არასოვიეტიკუსები, ირაკლი, ეს იგი არასოვიეტიკუსები, იმიტომ რომ ეს შლეიფი ფოფხაძეს კი არა, გიბოდიშებს ცხადია, ჩვენს მოყვება, ხო? აბა რა, ჩვენ რეალურად იმას წეობაში გაზრდილები ვართ. აი, რაც არ უნდა უნდოდეს მაგალითად ნიშა სააკაშვილს, ან იგივე მე, ან იგივე შენ. რაც არ უნდა მოვინდომოთ, ჩვენ არ აგვაქვს რესურსი, რომ აი ამ კგბ-შნიკ მაფიოზებს ხშირ ზოგ შემთხვევაში ეხლა ვიცნობთ ბევრ მათგანს, გავლენა ჩვენზე აქვთ მათ. ეხლა შეიძლება ამ წუთას იმდენად ეხლა პიროვნულად ჩვენზე და ჩემზე შეიძლება აღარ აქვს გავლენა, მაგრამ სოციალური გავლენა და რასთავარია ფინანსური, ეკონომიკური გავლენები მათ ჯერ კიდევ აქვს. ოფხაძესაც, თემურ ალასანიასაც, ნუ ხა ბიზნესზე აღარც მათ ლაპარაკი, მაგას რო აქვს, ისეთი არავის არ აქვს ეხლა ყველაზე ძლიერი, რა თქმა უნდა. ამ ოლიგარხებს შორის, მაგრამ მის გარდა ვინც არიან ეს კგბ-ის სკოლა, მათ აქვს ძალიან დიდი გავლენა და ამათ გარეშე ვერაფერს ვერ იტყვი. რეალურად მათ აქვს სრული ცენზურა დაწესებული, ეს არ არის მარტო ბიზნეს ცენზურა, რა თქმა უნდა, ეს არის ესე მრავალთავიანი გველეშაპი, რომელიც გეუბნება ან ამას აგინე, მაგრამ იმას თუ შეაგინე, მე არ მახსენო. ამას თუ შეაგინე, ეს ტრიკოტომიებია, გაიგერო? ამას შეაგინე, მაგრამ მე აი ეს არ ახსენო, ეს არ ახსენო. ამათ ყველას ერთად აქვს ეს დიდი გავლენა. რაც შეეხება ახალ თაობას, აი მე რო ვახსენე ახალგაზრდები არა, ეს მემარცხენეები იქნებიან ცენტრისტები და ასე შემდეგ რა. კარგი ახალგაზრდები მოდიან, აი ხა ეს ვადო ზანკაი ბიჭია, მაჭავარიანი ჩემი მეგობარია მიზამისის და მამისის და ასე შემდეგ არა ჩვენ ერთი თაობა ვართ რა ამათი მშობლები და ჩვენ არა იქ გოტა ჭანტურია არა ჩვეულებრივი ბიჭები არიან ბეგი და გოგოები უფრო მნიშვნელოვანია თან იმიტომ რომ ისინი კიდე აი ეს ხალი რაღაცა ქართული მატრიარქატი უნდა აღდგეს არა რომელიც ჩვენ მქონდა 5000 წლის წინ პელასგების დროს და ეს ახალგაზრდობა ამათ ესენი ვერ დაიჭერენ ამ ახალგაზრდობაზე ამათ ფინანსური ბეკეტიც აღარ მუშაობს. რატო იცი? ჩვენ მიჩვეული ვიყავით იერარქიულ საზოგადოებაში, აი ესეთი ვერტიკალური მოდელის ქვეშ იყო რაღაც ცეკა დივანი იყო ტიპი, ან კგბ-ის ოფიცერი, ვიღოს ტიპი ისდა და ამაზე იტყოდნენ, რომ ეხლა ამას აქვს მაყუთი და წადი რა და აი მე თვითონაც ჩვენი ზურა წერეთელი კაი კაცი იყო ძალიან და ყველაფერი, მაგრამ ზურა იყო ერთ-ერთი ესეთი დიდი, ასე ვთქვათ, წარმომადგენელი არა საქართველოს. და სხვა შორის ძალიან ბევრ ხალხს ეხმარებოდა და კაი კაცი იყო ძალიან. მე ხა ადამიანურ თვისებებს არავისას არ ვეხები და არ მინდა რომ პიროვნულ იმაზე გადავიდე. მაგრამ იყო ესეთი ნომენკლატურული კლასი, იმასთან და მისულიყავი სხვასთან ვერავისთან ვერ მიყიდოდი, იმიტომ რომ პირიმზეში თუ მიხვიდოდი იმასთან, რა ქვია, მოტიკასთან, არა ჩემი ჭუკიას მასწავლებელთან. მოტიკა გასწავლიდა საათის შეკეთებას. კი ბატონო, გასწავლიდა, მაგრამ მეც ვერაფერს ვერ გასწავლიდა. საზღვარგარეთ გაგიყვანდა ან ლუგზარა ფოფხაძე, ან ვიღაც ერთი ტიპი რა, უნდა ვიღაცა ნომენკლატურის ტიპი უნდა ყოფილიყო ეს კომპარტიის წევრი ან კგბ-ის თანამშრომელი შტატიანი თუ შტატო, აი ეს წაგიყვანდა იქ და ეს ადამიანი გიპატრონებდა. ამათთვის უკვე ჩვენი შვილებისთვის რა არის, ჩვენი შვილების და ვაი შენი ქალიშვილი არის არაჩვეული მაგალითი. ეხლა მისთვის ის თავისუფალი პიროვნება აქვს. ეხლა ის ჩვენ არ გვიყურებს ისე რომ ეხლა ამათში რომელია ცეკარ დივანი და ვინ მომწევს ეხლა მე ვიზას იმაჯინე მე ისლანდიაში წავიდე. ამას თვითონ შეუძლია ჩვენზე კარგად იქ წასვლა. და ჩვენზე კარგად ერკვევა ისლანდიაშიც, ნორვეგიაშიც და კანადაშიც და ამერიკაშიც. ანუ ამათთან აი ამ ახალგაზრდა ბიჭებზე და გოგოებზე რომ ლაპარაკობ. ამათ ეს ნომენკლატურის ტიპები, ფოფხაძეები, ალასანიები და ბიძინეები და ასე შემდეგ ესენი ვერ დაითრევენ. ჩვენ თაობაზე გქონდათ გავლენა, იმიტომ რომ იმ მომენტში რაღაცა ბილეთის ყიდვაში იყო საჭირო დახმარება, ვიზის მიღებაში, ძალიან საინტერესო რამის მიაგენი კი არა, მიადექიშე. იბოდიშებ რა გაწყვეტილებ, ხაი ხო არ იყო ამ მიმართულებით ჩვენი საუბარი დაგეგმილი და მე ამის 4 საათის წინ ჩავწერე ეს rilsებსაც წერა Facebook-ზე და აი გალაქტიულს აქვს ესე ხო ახალგაზრდებო აწკი თქვენ გამოდით თქვენი ჭირი. უყურებ მე ვთქვი რომ ნორმალურები და ვთქვი იქია თქვი რომ მე არ უნდა ვიყო. იმიტომ რომ მე პერსონალურად საკუთარ და
ჩემი კომპლექსები, ჩემი შეცდომები, აი ხაზგასმით ვამბობ ამას. რაღაცეები მომყვება და უნდა მოვიდნენ. ლიზა არ მიხსენებია ჩემი შვილი, მაგრამ უნდა მოვიდნენ ახალგაზრდები, რომლებსაც არ აქვთ ეს ჩარჩოები. აი დაახლოებით ისეთები. დაახლოებით ხა მე გავიხსენებ 88 წელს. ხო, 88 წელს გავიხსენ, აი როდინდელია ხო ხვდები ახლა როდელ წელს ვიხსენებ. როგორებიც იყავით თქვენ შენოდა უფროსი ხარ ჩემზე. სტუდენტები იმხანად, რომლებმაც შექმნით უნივერსიტეტის გაზეთი, დავით გარეჯასთან მიმართებაში რუსე ავიც არიცის ვიტყვირო, რუსების პოლიგონი იყო, რუსები ისროდნენ და თქვენ იყავ და ძალიან ბევრი სწორი პროფესორი უნივერსიტეტისა იმხანად, ხო? სწორი აკადემიური სექტორიდან თქვენ პირდაპირ თვირიბად გეხმარებოდნენ. მათ შორის ზოგიერთი შეიძლება რაღაცას ურთიერთობაში იყო კიდეს რაღაც ცეკას ნომენკლატურასთან, მაგრამ გეხმარებოდნენ. და ეს იყო აი ალალი მოძრაობა. მერე გაფუჭდა ყველაფერი თქვენთან კი არა, ზოგადად ქვეყანაში განსაკუთრებით გადატრიალების შემდეგ მე ესე მგონია და მერე აი შეილახა და შეირყნა ყველაფერი და აი წამოვიდა ეს ხო აი ოლიგარქიათიც არ შეიძლება სწორი სიტყვა, მაგრამ აი მომხვეჭელი ტიპები, რომლებსაც ფეხებზე კიდიათ ყველა სხვადასხვა, მათ შორის სოციალური ვალდებულებები, მათ შორის ეროვნული საკითხები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოდიჩი, ჩემი მონოლოგისთვის, მაგრამ აი გამყობა ჩაული შენ მაგ მომენტში, რომ ეს ნომენკლატურა გადაკეთდა. ეხა ვიღაცეები დემაგოგები გამოდიან და იძახიან, რომ აი ეს ბურჟუაზია და კარგი ნაწილია. ეს კგბ-შნიკების ხელშია მთელი კაპიტალი და რეალურად ტრანსნაციონალი კაპიტალის მართველები დღეს არიან გრუზ და კგბ-ს კრემლის მსტოვრები საქართველოში. ესენი არიან დღეს ეს რაც იური ანდროპოვმა თავის დროს დაგეგმა. იური ანდროპოვის ეგრეთ წოდებული რეფორმა კგბ-ში იყო რა, რომ კერძო საკუთრების რელსებზე უნდა გადაეყვანა ეს კგბ. და ეს გააკეთა ეს მუზარ ფოხაძეები და ალასანიები და მე უკვე ბიზნესებიც. მაგისი გამოცდილები არიან. იური ანდროპოვის მოდელია ეს, კერძო საკუთრების მითვისება, რუსული იარაღის გაყიდვით, ყველა მათგანი არის იარაღის ვაჭარი და გარდა ამისა კიდევ პროსტიტუცია, ნარკოტიკები და ამეები დაკეთებენ ფულს. ეს არის არალეგალური ბიზნესების დიდი ქსელი, რომელსაც პირველ რიგში არის MIC, ანუ Military Industrial Complex. აი ამ იარაღს ყიდიან და მე ამით იყიდულობენ მედიას, ყიდულობენ უნივერსიტეტებს, ყიდულობენ 1000 რაღაცას. პროპაგანდის საშუალებებს და მე twins ბირეცხავენ ყველას და ჩვენ დროს მართლა იყო ძალიან წარჩინებული მართლა განათლებული ადამიანები. ნუ რა თქმა უნდა პირველ რიგში ზიად განსაკუთრებით მერაკოსტა რომელიც გაანთავისუფლეს საქართველოს ისინი ორივენი რა თქმა უნდა ნომენკლატურა მოკლა, მაგრამ მათ გარდა კიდე იყო უამრავი საოცარი ადამიანი ეს. უყურე უყურე ერთ ბოლო ბლოკში უყაი ნახე რა საოცარ რამეს მივაგენი დამეთანხმე რა. ბიჭო, ფიქრობდი აბაცილად მის მაგთემებზე და 70-იან წლებში დისკუსია, დღეს როგორი დისკუსია, იცი? მე შენი დედავატირე ყველა წერს, ნუ აღარ შევიგინები, ხო? 70-იან წლებში დამპალ საბჭოთა კავშირში, დამპალში ხას უსვამ. დისკუსია გურამ 100-იანი სათავეებთან და მე მიდიოდა დისკუსია, იცი რა არის? აი ნაცარქექია როგორი გმირი მაგალითად კაკო ბაქრაძე ჩემი ნათლიე გურამ 100-იანი ხო ამით უმეტეს მე არ ვიცოდი კაკო ბაქრაძე ზვიად ხსენებული ზვიად გამსახურდია გურამ გეგეშიძე ბიჭო დებატები იყო საოცარია გურამ 100-იანი და ზვიადის რომელზეც მე ლევან 100-იანმა ჩემმა დეიდაშვილმა დაწერა მისმა ვაჟმა დაწერა არაჩვეულებრივი სამწუხაროა ძალიან არაჩვეულებრივი პიროვნება იყო ლევანი თვითონ უჩვენესი ადამიანი და ანუ დისკუსიის დონე იყო ძალიან მაღალი, აქ დისკუსია არ არის და კგბ-მ ჩაკლა ეს დისკუსია. ანუ ფილოსოფიაზე იყო დისკუსიები, იყო აზროვნების მამაშენი, კაცო, მამაშენი ახლა მე მინდა ოჯახს პატივისცემა დაგისტაცო, რომ მამაშენის მონაწილეობა ამ ყველაფერში და ვისი არა კიდე. იცი რა, იქ ვინ იყო მართალი, ვინ იყო მტყუანი, აქ რო კითხულობდი უბრალოდ, ხო? აქ ვისი მისკენ იყავი, რა მნიშვნელობა აქვს ამ გადასახეიდან, ხო? რო კითხულობდი, შენ ჩონყავი აი რაღაცა სატისფაქცია განცდილა, ეკმაყოფილი, რომ შენთან ეს დონე არის. შენარჩუნებული სხვაშორის არ არის. ბევრგან არ იყო ეს საფრთხე. რეზი თვარაძე, ეს რაღაცა სასწაული ხალხი, ლალი ჯავახიშვილი. ეხლა არა მნიშვნელობა ვინ რომელ ბანაკში იყო, რა თქმა უნდა. მაგალითად ეხლა მოჰიკანების შემორჩენ, ბატონ ისმაგ გორდეზიანი უდიდესი პიროვნება, უდიდესი მეცნიერი, ჩართენ გადაიწერა. პატრიარქი ქართული მეცნიერების, რა ჩვენ დავკარგეთ ჩაშენ. ეს იყო უდიდესი ზურაბ კიკნაძე.
უდიდესი მეცნიერული წრე, საოცარი წრე, რომელიც მართლა იყო რითი იყო იცი საქართველოს საქართველოს ნამდვილად დამოუკიდებელი იყო რითი იცი ძალიან მნიშვნელოვანია ეს ასპექტი საქართველოს თავისი აზროვნებით თავისი სულიერებით იყო დამოუკიდებელი აი მაშინ იყო დამოუკიდებელი და იმიტომ შეძლო ზვიადმა საბჭოთა იმპერიის გატეხვა ზვიადმა და მერაბმა საბჭოთა იმპერია დაანგრიეს და ეს რაღაც მითები რომ პეჩერი და რეიგანი და ასე ისინი შეიძლება რაღაც ლაპარაკობდნენ მაგრამ საქმე გააკეთა დამონებულმა ერებმა რომლებიც განთავისუფლებისთვის იბრძოდნენ ჩვენთან ერთად რა თქმა უნდა უკრაინა იყო ბალტიისპირეთი და ასე შემდეგ სომხეთი სხვათა შორის ლევონ ტერპეტროსიანი აზერბაიჯანიც კი ხო აზერბაიჯანი აბულფაზილჩიბეი და ასე შემდეგ რა თქმა უნდა ეს საოცარი ხალხი იყო აზერბაიჯანელები ვინც იბრძოდა ამ დამოუკიდებლობისთვის და არის კიდევაც აქ ლაპარაკია რომ დამონებულმა ერებმა გადაარჩინეს და ეს ერები ყველანი სხვათა შორის უნდა ითქვას რომ აზერბაიჯანში სომხეთში განსაკუთრებით ჩვენთან უკრაინაში ბალტიისპირეთში ძალიან ძლიერი ინტელექტუალური და თავისუფალი აზროვნება იყო ეს იყო დამოუკიდებელი აზროვნება ჩვენ პოსტსაბჭოთა ეპოქაში შეიძლება ითქვას რომ ჩვენი თაობა იმ თაობას გურამ თევზაძე გარდაიცვალა ეხლა უდიდესი ფილოსოფოსი თაზოგუაჩიძე უდიდესი მოაზროვნე რა თქმა უნდა არა ეს გრანდები იყვნენ გრანდები უნდა ვფიქრდით რომ ჩვენ დებილების თაობა ვართ ანუ ვინც არის ეხლა გამოირჩევა მე ძალიან მიყვარს ეხლა ჩემი კოლეგები ბევრი ძალიან მიყვარს და აქ მართლა კარგი ხალხი არის აკადემიაში მაგრამ იშვიათია არა იმათ რო შეადარო ისმა გორდეზიანი იყო ეს თუ ზურაბ იკნაძე იყო თუ თაზოგუაჩიძე იყო თუ და ასე შემდეგ არჩილ ბეგიაშვილები და ვიღაცა გენიოსები იყვნენ რა გურამ ასათიანზე ილაპარაკე ეხლა ჩვენ და ასე შემდეგ არა ეხლა თამაზ გამყრელიძე ეხლა გადაიცვალა ეს იყო უდიდესი პლეიადა ჩვენ უნდა შევდგოთ რომ ამ უკან ავამოძრაოთ ეს სულიერ ინტელექტუალური მექანიზმი იმიტომ რომ ჩვენ ვართ მატერიალიზმა და ბიოპოლიტიკამ შეჭამა საქართველოს ეს ბიოპოლიტიკა სწორედაც რომ რუსეთმა დაამკვიდრა აბა ვინ დაამკვიდრა პუტინი არის ბიოპოლიტიკის ეხლა მამა პრაქტიკულად ეს მატერიალიზმი ეს ამის გამიხსენებ რა მოდიშვიხდი რა მაყურებელს განსაკუთრებით აი ირაკლის მიეხსენებულ ახალგაზრდა მაყურებელს მინდა ავუხსდა ირაკლის შემზეოდნა უფროსია აკაკო ბაქრაძე რომ დაიწყო საჯარო ლექციები ჯერ რაღაც 93 აუდიტორიაში მერე უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში მერე სხვაგან ეხლა ფიზიკურად არ აქვს თორე წამოვდგებოდი და გაჩვენებდით საკუთარი ტაბურეტი პატარა სკამით დადიოდნენ წევა არ იყო ხალხო მაგალითად ვერის საკადათბურთო დარბაზში საკუთარი ტაბურეტით დადიოდნენ ახალგაზრდები სტუდენტები და სკოლის მოსწავლეებიც რომ იქნება სადღაც ჩაკვეტებულიყვნენ მე წამიღია საკუთარი ოჯახი და სახლიდან გამიტანია რომ იქნება სადღაც ეხა რომ მკითხო ირა მე არ მახსოვს გაკო ბაქრაძე რა სიტყვა სიტყვით ხო არ მახსოვს მაგრამ მე ხედავდი მათ შორის ეროვნულ ნაციონალურ დემოკრატიულ ადამიანზე ორიენტირებულ ხო და რაც თავარი არა აგრესიულ და სწორ რიტორიკა სწორ ჰუმანისტური აგარა ნამდვილად ვახტანგ ბერიძე ავიღოთ არა უდიდესი სოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ხელმძღვანელი რომელიც საქართველოში მე და მარგველა ვესწრებოდი მის ლექციებს სხვადასხვა ნიკა ვაჩეიშვილი იყო ის და რამდენიმე ჩვენი მეგობარი რომელიც ეხლა მეცვა კარგად ამყოფს არა მაშინ და ვესწრებოდი და მე ხლა აღმოვაჩინე კონსპექტები და აუცილებლად გამოვაქვეყნე მე კიდე რა მახსოვს იცი რა მახსოვს ირაკი ბოდიში გავიხსენებ ერთ რაღაცას სადღა მე 11 კლასში რა ის პერიოდია სწორედ რა შენ რომ მოგიწვიე ტურიკასთან ერთად პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში 99-ში ან 90-ში ხო და ანუ რამდენი წელია გასული და ან 90 ან 99 და სადღაც საბჭოს ქუჩაზე მოვხდი რა და იქ რაღაც კონსპირაციულ ბინაში შედის პუპუზა ნოდარ ნათაძე მაყურებელს აუხსნით რაღაც ვიღაცები შედა ნოდარ ნათაძე უდიდესი მეცნიერი რომელმაც თარგმნა ედმონდ ჰუსერნი ქართულად უდიდესი მეცნიერი და საოცარ ტიტანი ფიგურები იყვნენ ესენი ნოდარ ნათაძეზე ვლაპარაკობთ არა ხუმრობით პუპუზას ეძახდნენ მას მეგობრები ეს იყო უდიდესი მსოფლიო მნიშვნელობის მე რიჩარდ რუბინშტაინმა მითხრა ესეთი რამე საოცარი პიროვნება თქვა რომ რა გინდაო ბიჭო შენო ამერიკაში რა მტერდი შენო აბდალი ხო არა ხარ რა იყო მე 94 წელს მითხრე კაცო მე ზუსტად ვიცი ეს კაცი არის რომელსაც ჰარვარდი და ოქსფორდი დამთავრებული და უგანათლებულესი ადამიანი ერთ-ერთი მთელ ამერიკაში რა აი გენიოსი ტიპია და მითხრა ესეთი რამე აი 1 კვადრატულ მეტრზეო თბილისში რო ყავთო გენიოსებიო
ეგეთი ადგილი ამერიკაში არ არსებობს. და აქ ძალიან დიდი ხანია, რამდენიმე ასეული წელი უნდა იარო, რომ იმდენი და ეხლა გამახსენებინე, დამთავრებინე. სადღაც საბჭოს ქუჩაზე მოხდი, აი ღმერთმა უწყის, სადღაც კონსპირაციულ ბინაში მივხვები ამ აი ბორხეს რო აქ ხო აი ჭაღარა წვერებიან ღმერთ კაცებს რა. ხო და ავედით სადღაც მე ნოდარ ნათაძეს მივყვები კუთხში რაღაცა მიაბიჯებს წინ და შევედით რაღაც ოთახში. კონსპირაციული ბინა 88 წელია ხალხო. და გამოდის ვიღაც ულვაშებიანი კაცი. ულვაშებიანი კაცი გამოდის რაღაცეები უჭირავს ხელში და ამბობს რომ მე ვიციო ვინ მოკლავო ილია ჭავჭავაძეო. ახ ბიჭო. აი ზოგმა დამასხა. რა თქვი რომ მე კი არ თქვი მაგრამ რა თქვა რომ აი ეს პატარა იმერელი ბიჭი იყო, ნუ რასაკვირველი ეგ ახსენებს რაღაც ფილიპე მახარაძეს და ასე შემდეგ და ეს პატარა იმერელი. ეს კაცი იყო ვახტანგ გურგენიძე, ირა. ისტორიკოსი ვახტანგ გურგენიძე. და ეს დამამახსოვრდა მართლა ტიტანი აი ჩვენ ეპოქასთან შედარებით როცა მართლა კაგებემ და ამ რაღაც ოლიგარქიატმა გადაჭამა ყველაფერი რაღაც კონიუნქტურაში და ჩარჩოებშია მოქცეულ არ ვეთქვი რა მოდი ირაკლი კაკაბაძეს ამას იმიტომ რომ ხო იქ იყვნენ ტიპები რომლებიც ამ მათ შორის ამ ქვეყანაზეც და პირველ ყოვლისა ამ ქვეყანაზე ფიქრობდნენ ხო და ახალგაზრდებზე ისევ ორი იცი რა არის ძალიან მნიშვნელოვანი რა არის იცი ირაკლი აი შენ და ლევან იაშვილი კლასელები ხარ. კი, კლასელები. ლევანი მაგარი კაცია, დიდი კაცია. და რატომ მიყვარს ლევანი? ჩვენ თავის კაცები. მატერიალისტი არ არის. სადაც დაუღამდება, იქ გაუთანდება და სერიოზული სულიერების მოყვარული ადამიანია. ხო და იცი რა, ეხლა რატო ამბობ ამას რა? აი იგივე რეზო შავიშვილი და ეს ხალხი კიდე საოცარი ადამიანები არა? სად არიან ხარ? ბიზნესამ რაღაცა გამალა ყველანი და არის არასდროს გამოჩენის საშუალება, ვინც პატიოსანია და ვისაც რაღაცა სინდისი აქვს და ასე შემდეგ, არა? ეს ადამიანები არ იყვნენ მატერიალისტები. და საოცრად პარადოქსული არის, რომ საბჭოთა კავშირის ბოლო 25 წელიწადი საბჭოთა კავშირში მაცხოვრებელი ადამიანები ბევრად უფრო სულიერი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, ვიდრე პოსტსაბჭოთა მატერიალისტურ სტაშინელ, ესე იგი, მართლა ადამიანისთვის გახდა მგელი, მტერი საყოველთაო, ესე იგი, კონკურენცია კიდე ძალიან რბილი სიტყვა, მტრობის გარემოში ცხოვრობ და რეალურად აი მართლა ყველის ვაჭრები გვეუბნებიან რა უნდა გავაკეთოთ. მაშინ როდესაც ჩვენ ახალგაზრდობაში ჩვენ ვიზრდით და ლალი ჯავახიშვილებს და თამაზ გამყრელიძეებს და რისმა გორდეზიანებს მე ერთმა აცხონოს ეს ხალხი მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ ბოლო 3 წელი მომიწია ბატონის მაგთან ახლო ურთიერთობა და ჩემი დისერტაციას რომ ვაკეთებდი მის სახელმწიფო ესეთ გენიალურ ხალხში მომიწია აი სიმონ ყაუდი არ ვიცი რა გახსოვს თუ არა შენ ესეთი კაცი ერთ ადამიანს გაგახსენებ რა თეორიულად შეიძლება გახსოვს ჩემი ძმის ნათლია მამა აღარ არის ცოცხალი ჩემი ძმის ნათლია აკადემიკოს ქეთევან ლომთათიძის შვილი და პროფესორ გიორგი როგავას შვილი შესაბამისად ენათმეცნიერისა ვაჟა როგავა იყო ფილოსოფიის ინსტიტუტის თანამშრომელი რომელიც ჩემი ძმის ნათლია აღარ არის ცოცხალი მაგრამ აი სწორედ არამატერიალისტობაზე გამახსენდა ეს კაცი იყო სახში იმალებოდა ხოლმე ჩვენთან მოდიოდა ხოლმე და რატო იმალები მე ბავშვი ვიყავი და მე რაფსო კოსტავასო რაღაცეები გაუგზავნეო და ეს მილიცია თუ კაგებე თუ ვიღაცა დამსდებსო და ჩვენთან იმალებოდა ხოლმე და ჩვენთან და ვაჟა იყო აი ძალიან მასშტაბური კაცი რომელმაც არ საკანდიდატოც კი არ დაიცვა რატო მეო ლენინი და სტალინი უნდა ვახსენო მაიძულებენო და ლენინს და სტალინს მე არ ვახსენებო საკანდიდატო დარჩა ესე და თარგმნილია უამრავი რამე და რა აი გია ჭანტურია როა ტელევიზიის ხელმძღვანელი რო იყო იმის ბიძაზეა საუბარი ჯონგია ხო იმის ბიძაზეა საუბარი ეხლა იცი რა მითხარი ხო ეხლა იცი რა მითხარი ვიდრე გადაცემა დაიწყებოდა ამგვარი რამე თქვი რომ პერსპექტივა არ აქვსო ახალგაზრდებსო ეს ვინც წავიდა და განაცხადა ახალგაზრდებს აქვს პერსპექტივა ისინი აი წასულები არიან ზოგი ოქსფორდში და ზოგი ჰარვარდში ხო ისინი ბრუნდებიან რომელიღაცა და აი ალია ხდება და მკვიდრდებიან და აკეთებენ აშენებენ ძერწავენ პნიან ამ ქვეყანას შენი აზრით ცხადია ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით თქო ჩვენი კომპლექსებიც უნდა
კომპლექსებისაგან უნდა განთავისუფლდნენ, ისინი კი არც აქვს. ანუ ჩვენ არ უნდა მოვახმიოთ ჩვენი რაღაცა ჩარჩოები ალბათ, ხო? სწორი სიტყვა არის. მე რას გეუბნებოდი, იცი რომ ჩვენ თაობას აერია ორიენტირი, რადგანაც ჩვენ საბჭოთა კავშირი როდის დაინგრა და ჩვენ ამაში მონაწილეობა მივიღეთ და მაშინ ახალგაზრდები ვიყავით ნამდვილად და ეს იყო მართლაც მნიშვნელოვანი დიდი მოვლენა. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ საბჭოთა მატერიალისტური რაღაც ათეიზმის მაგალითად ეს რაღაცა ბიოპოლიტიკური მატერიალიზმი და კონსუმერიზმი, მომხმარებლობა და ეს დახარბებულობა ნივთებზე და ნუ ყველანაირი ეს სოლომონის საკითხი მეჯღანუაშვილობა გამოვიყვანეთ მოდელად და შეჭრა ხელში ეს რაღაც თავისუფალი მაღადებელი ტიპები. ნუ ეხლა კახამენდუძე ნიჭიერი კაცი იყო, მაგრამ მე მგონი ცდებოდა არასდროს აზროვნებდა. თუმცა უნიჭერის პიროვნება იყო, მაგრამ აი ეს აზროვნება თავისთავად ვაჭრული აზროვნება არაფერში არ გამოგვიყვება. და ეხლა ბიძინა არის ამის როგორც ტრამპი არის ამის შედეგი, ასევე არის ბიძინა ამის შედეგი, არა და პუტინი. ესენი ყველანი ვაჭრები არიან, ყველანი არიან კორუმპირებული ტიპები, ვაჭრები, რომელსაც უნდა რომ მთელ მსოფლიოს ფლობს, რაც შეიძლება მეც ფლობს და ერთმანეთსაც რაღაც მომენტში ეტაკებიან და ასე შემდეგ. ჩვენს შემდეგ თაობას რა თქმა უნდა აქვს პერსპექტივა. ისინი არ არიან ისეთი მატერიალისტები, როგორც ჩვენი თაობა გამოვიდა, სამწუხაროდ ჩვენი თაობა უმრავლესობაში, მე ხა ყველაზე რა თქმა უნდა არ ვიძახი, არის 5-10% გამონაკლისი და ყველა თაობაში იყო. მაგრამ მათ თაობაში ტენდენცია არის არამატერიალისტური. ისინი იდეას მიყვებიან. და ჩვენ ბავშვობაში ჩვენც იდეას მიყვებოდით, მაგრამ მერე მოვიდა ეს დრო, რომ აი ხა მერსედესი უნდა ყავდეს, კარგად უნდა იყოს მართული, მაკუთი რაღაცა პარლამენტში იმიტომ უნდა შევიდე, რომ ფული გავაკეთო. აი ეს გახდა ცხოვრების წესი, იმიტომ რომ ვიღაც ტიპები შევიდნენ 90-იანი, 92 პარლამენტიდან. ტიპები გაიჩიტნენ პარლამენტში და ფულის კეთების სიმათ გადაიქცა პარლამენტი. ამიტომ არის ძალიან გარკვეულია მთელი ინსტიტუცია მთლიანობაში. 92 წლის მერე დაიწყო მთლიანად აი გაჭუჭყიანება ქართული საზოგადოებრივი სივრცის, მთლიანად ხელისუფლების ინსტიტუტების და პოლიტიკური ინსტიტუტების. აი ეს ჩვენი შემდეგი თაობა თუ განთავისუფლდება, საქართველოს განთავისუფლებს პურის სახში მოკეიფე აი ამ კომბინატორებისგან, რომლებიც რეალურად მართავენ ფინანსური ბერკეტები, ვისაც უჭიროთ ხელში და მათგან განთავისუფლება შეიძლება როგორ პირველ რიგში ჩვენ არ უნდა გვეგონოს, რომ ესეთი უნდა იყოს ადამიანი. დღეს კულტია დამკვიდრებული, რომ ოლიგარქის კულტია, რომ ვიღაცა ერთი ტიპი არა, ისა ბიძინა მე რეკეზერაშვილი, ვიღაცა ტიპები არ გეგესენი ამათზე მიდის დაბარაკება. ოლიგარქი არის არა. იმ ტრამპი იყოს და ვინმე სხვა იყოს, არა? ოლიგარქი ნებისმიერ დიდარი ადამიანი 95% შემთხვევაში ეს ამერიკული ოცნებად სიაბანტია და ქართული ოცნება მით უმეტეს. იმის მიბაძვა, არა? ამერიკული ოცნება რა არის? ხო, ვილი ლომანის ის არის, კაცი, რომელიც თავის შვილს ატყუებს და თავის ცოლს ღალატობს. და ამბობს, რომ წარმატებაზე ვინც ლაპარაკობს, ის არის ყველაზე საშინელი ადამიანი. იმიტომ რომ ვინც სინდისზე არ ლაპარაკობს და წარმატებაზე ლაპარაკობს, აი ეს არის ადამიანური აი ეს ღირებულების დაკარგვა. ჩვენი მომავალი თაობა აი ამ წარმატებაზე არაფანატებს და მათ უფრო ადამიანური ერთმანეთის სოლიდარობის ცხოვრების წესი აქვს. და აქედან გამომდინარე, ეს არის თავისუფლება პურის სახლისგან. აქ კიდევ ერთი დეტალია და ეს პრაქტიკულად ბოლო კითხვა. ოღონდ ისინი არ უნდა იყვნენ და არ ვიცი რამდენად სწორად ჩამოვაყალიბებ, როცა იქნება მაშინ შურისმაძიებლები. ანუ მე დავსჯი წინარე თაობებს, რომლებმაც ეს ვერ გააკეთეს იქ რა გააჩირა საკვირველია რაღაც სამართლებრივ ჩარჩოებში, მაგრამ აი ეს რაღაცაა საკუთარი. ხო, შენ უნდა იყო იმდენად ქრისტიანი, ამბობს ეს ალბათ სწორი სიტყვა, სულგძელი. ხო? ფართო თვალსაწიერის. შენ უნდა იყო ადამიანი და არა ორ ფეხზე მავალი. არ დაგჭირდება, არაფერში არ დაგჭირდება, მაგრამ გუგზარ ფოფხაძეს და თემურ ალაქსანდრეს დაჯერა საჭიროა. უბრალოდ არ უნდა ვიყოთ მათი იმედზე. დღევანდელი ჩვენი თაობის უბედურება რა არის? იცი რომ ვიღაც არის ბიზნეს იმედზე, ვიღაც არის თემურ ალაქსანდრეს იმედზე, ვიღაც არის ის ფულს აგზავნის გუგზარ ფოფხაძეს, დუგინის ფულები, ევტუშენკოვის
კოიმიზი პატრუშევი, მატრუშევი, ეგ რუსული ტანკების დაყრდნიდან რაღაცა ბინძური პულები შემოდის, ყველაფერი ამათ ხელშია. ისინი არ არიან ამაზე დამოკიდებული და როგორც შენ აღარ იმას არ გჭირდება ის არაფერში. ის თავისთავად მისი გავლენა ქრება. დღეს უბრალოდ ყველა მიცის რომ რაღაცა შავი ფული აბაქეში, რაღაცა ეზარეთი, ეხლა 5000 ავიღო და რაღაცა და ეხლა იმაზე მაიცა ეხლა ის მაგდა ეს მომენტი არ არის. ამათვის ახალი თაობისთვის ისინი დამოკიდებული აი ამ ოლიგარქებზე არ არიან, აი ამ რაღაც ბინძურ ბიზნესზე, შალ ბიზნესზე დამოკიდებული არ არიან, მათ იციან პატიოსნად როგორ იშორონ საერთო სამბადებელი და სხვათა შორის ძალიან ჯანმრთელი თაობაა იმ გაგებით რომ არა ეს მოთხოვნა რომ მაინც ახლა ნუ ვიღაც პათოლოგიური ტიპი თუ არ გამოვიდა მათში ხა ეს მხოლოდ პათოლოგიური ტიპებს უნდა მილიარდები და ტრილიონები. თორე ნორმალურ ახალგაზრდებს ყველას როგორც ჩვენ დროსაც იყო სხვათა შორის ის ნორმალური იყო იმას არ უნდა ძალიან დიდ რო. ეს მიაჩნდა ცუდად. ჩვენ დროს ძალიან დიდარი რო ყოფილიყავ იყო სირცხვილი. სირცხვილია ქრისტიანული მორალი შენახსენია რა. დიდარი კაცი ისევე შევა სამოთხეში როგორც ცალთა სასუფეველში როგორც აკლები დაძრება ნემსის ყუთში. დიდად ამ დიდარი არ უნდა ყოფილიყავი ხან რაღაცა უნდა გქონოდა რა თქმა უნდა მინიმუმი ყველას უნდა გქონდეს მეტნაკლებად ცხადია მაგრამ ის რომ ეხა ვიღაცას უნდადეს რომ თვითონ იყოს კარგად და ყველა დანარჩენი შიმშილობით ეს პათოლოგია და აი ამ ახალ თაობას ეს არა აი ხა მაგალითად გამოსახლებები არის იწყებენ გამოსახლებას კიდე ადამიანების და ეს ახალგაზრდები გვერდში უდგანან და ესენი ძალიან მაგრები არიან ესენი მოუგებენ მევახჭეებს ესენი მოუგებენ აი ამ ხარბ კაპიტალისტებს ესენი დაამხობენ კიდევაც ამ ნეოლიბერალურ კაპიტალიზმს რომელიც ჭირი არის საქართველოში და ბიოპოლიტიკას ადამიანი ეგენი არ იქნებიან საკუთარი ბიოლოგიური ცხოველური პირუტყული ინსტინქტების მონები ესენი იქნებიან ღმერთის გაჩენილი ადამიანები არიან კიდევაც ირაკლი კაკაბაძე იყო ჩემი სტუმარი ირაკლი ძალიან დიდი მადლობა მაყურებელი აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ამაში რომ ერთი დაგეთანხმება მე მეორე მოეწონება ეს ყველაფერი და მე ემოციურადაც და არა მხოლოდ აი წამოგ პირველ სკოლისა შენ და მოდი ასე ვიტყვი ჩვენ წამოყვება აი ამ ხაზში ასე ვიტყვი ამ ისი შენ გიყვარს ეს ისტორიული სიგბილი არ ხშირად ახსენებ ხოლმე სხვებსაც ასაკვირველია ქართველებს მაგრამ შენ გიყვარს მაჰატმა განდი ხო აი მაჰატმა განდის გზა არის ალბათ ჰუმანისტი მაჰატმა განდის არის სწორი გზა სხვა შორის ქრისტიანული გზაც არის ეს გაუკვირდება ბევრს და აი ჰუმანისტი და უსვავდა ხალხს რომ ძალიან ქრისტიანული გზით მიდივარ ირაკლი კაკაბაძე იყო ჩემი სტუმარი მადლობა ირაკლი გამარჯვება ჩვენ ყველას გაიხარე ირაკლი და წარმატებები და ყველაფერი წარმატებები კი არა გამარჯვებები რა თქმა უნდა გაიხარე გამარჯვება იხარე მადლობა